დღეს გვექნება საუბარი აი ასეთ მიკროფონზე, რომელიც გამოიყენება კამერებისთვის, ვლოგის ტიპის ვიდეოებისთვის, ასევე სტუდიური ჩაწერებისთვის, ბოიას ფირმის საკმაოდ ხარისხიანი მოწყობილობა. მე გიორგი ვარ და ვიწყებთ ვიდეო განხილვას. როგორც გაიგეთ, მე გიორგი ვარ და ვაგრძელებთ ტექნიკაზე საუბარს. კი არა, დღეს Sony-ს კამერაზე საუბარი არ გვექნება. როგორც თავში ნახეთ, გვექნება ბოიას ბრენდის საკმაოდ ხარისხიან მიკროფონზე საუბარი, რომელიც გამოიყენება ვლოგის ტიპის ვიდეოების ჩასაწერად, რა თქმა უნდა, სტუდიური გადაღების დროს, როდესაც რაიმე საინტერესო ვიდეოს წერთ სოციალური ქსელებისთვის. ეს კონკრეტული მოდელი მაგრდება კამერაზე, თავისივე სამაგრი აქვს, ასევე მას კომპლექტაციაში მოყვება რამდენიმე AUX-ისადენი, ეს არის პირველ რიგში smartphone-ებისთვის, პლანშეტებისთვის, კი, უნივერსალური ვერსია და როგორც კამერებზე, ესე შეგვიძლია გამოიყენოთ smartphone-ებსა და პლანშეტებზე. აი ეს AUX-ისადენი და მეორე AUX-ისადენი, რომელიც კონკრეტულად კამერებისთვის გამოიყენება. ასევე ჩვენ გვაქვს ესეთი ქისა, ესეთი ვარიანტი, შეგვიძლია მოვათავსოთ როგორც მიკროფონი, ასევე ეს ორივე AUX-ისადენი. წავიღოთ, ძალიან მარტივი სატარებელია, 63 გრამი არის წონა. აი ამ მიკროფონის კომფორტული პატარა ჩანთა ჩააგდებ, წაიღებ, გამოიყენებ. კარგი, ახლა ნახოთ როგორ მაგრდება და მე როგორი ხმა აქვს, აუცილებლად ესეც გავტესტოთ. ჩვენ დაგჭირდება კამერის შესაძლებელი AUX-ი. ეს აღარ გვინდა. ეს წავიდა. ვაგრძელებთ. კამერას აბსოლუტურად ყველა კამერას აქვს სპეციალური სამაგრის ზედამხარეს. ეს არის Sony-ს კამერა, რომელსაც მიკროფონის შესაძლებელი აქვს. თავისივე ბრენდის მიკროფონი შეგვიძლია დავამაგროთ, რა თქმა უნდა, რომელიც შეგვიძლია შევიძინოთ და ვიყიდოთ, მაგრამ ბოია ბევრად უფრო ნაკლები ღირებულების არის და საკმაოდ ხარისხიანია. ვამაგრებთ შემდეგნაირად. აი ამ სამაგრით პატარა წკაპს გავუკეთებთ. შევიდა, მე ეს სამაგრით მოვუჭერთ, რომ არ გამოძროს. ვიზუალურადაც ბევრად ლამაზი ხდება ამ დროს. ჩვენი კამერა, მიკროფონი რო უკეთია უფრო იმზიდველია და აი ამ AUX-ისადენით შევაერთებთ მიკროფონზე და შემდეგ კამერის მიკროფონის შესაერთებელში. აღნიშნული მოდელს არ აქვს რაღაც ელექტრონული ჩართვა გამორთვა და ელემენტი არ ჭირდება, მხოლოდ AUX-ით უკავშირდება და პირდაპირ უკვე ხარისხიანი ხმა გვექნება შემდეგ კამერაში. ძალიან მნიშვნელოვანია დღესდღეობით სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ვიდეოების ატვირთვის დროს ხმის ხარისხი. ვფიქრობ, რომ 70%-ით მნიშვნელოვანი არის, აი 100%-დან რო გავყოთ, 70%-ით მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი ხმა იყოს და 30% შემდეგ უკვე ეკრანის გამოსახულება, ანუ სწორედ გადაღების ხარისხი. რადგანაც სტანდარტული smartphone-ებითაც, რომელსაც მინიმუმ Full HD რეზოლუცია აქვს, თავისუფლად შეგვიძლია კარგი ხარისხის ვიდეოს გადაღება, თავარია გქონდეს ხარისხიანი ხმა, განსაკუთრებით გარეთ, როდესაც ქარია და ზუსტად ქარისთვის დამცავი გვაქვს ჩვენ აი ეს რბილი ქსოვილისგან დამზადებული ბალიში და აღნიშნული მიკროფონი იწერს მხოლოდ მიმართულ ხმას. ანუ საითქიანაც იქნება მიმართული, მხოლოდ იქიდან ჩაიწერს, დანარჩენი გვერდებზე და უკან რაც იქნება background-ში ხმები, იმის ხმები შედარებით ნაკლებად შემოვა ჩვენს კადრში. მოდით ახლა დავამაგროთ შტატივზე, აი ამ კონკრეტულ კამერაზე რითიც ვიღებთ და ნახოთ რამხელა განსხვავება გვექნება სტანდარტულ პეტრილჩა მიკროფონსა და აი ესეთი ტიპის მიკროფონის შორის. მოკლედ, მეგობრებო, ახლა უკვე გესმით ხმა ბოიას BM21 აღნიშნული მოდელით. საკმაოდ კარგი ხმა უნდა გესმოდეთ ტესტარით. ნუ მე უკვე გატესტილი მაქვს და ვიცი რომ განსხვავება არის აი ეს სტანდარტულ მიკროფონთან შედარებით, რადგანაც დაახლოებით მეტრი და 20 სანტიმეტრი არის დაშორება ჩემსა და მიკროფონს შორის. შესაბამისად, ნამდვილად განსხვავებული ხმა უნდა იყოს. შედარებით მეტი background-ის ხმა გვექნება ვიდრე ესეთ მიკროფონზე, როცა ვწერთ რაიმე ვიდეოს, რადგანაც 10 სანტიმეტრი არის დაახლოებით დაშორება და მეტრი და 20 სანტიმეტრი აღნიშნულ მოდელთან შედარებით. თუმცა ვფიქრობ, რომ ხარისხიანი ხმა უნდა იყოს. მნიშვნელოვანი არის ის, რომ როდესაც გარეთ ვართ, ქარში საკმაოდ კარგი დამცველობა აქვს, რადგანაც ქარი ფიზიკურად ვერაფერს ვერ უშება, იმ ხელა ბალიში აქვს ასე ვთქვათ ქარისგან დამცავი. აქედან გამომდინარე, ვლოგის ტიპის ვიდეოებისთვის, ასევე სტუდიური გადაღებებისთვის, როდესაც საკმაოდ ახლოს გვიდევს ჩვენ მიკროფონი, ვფიქრობ, რომ ძალიან კომფორტულია. ღირებულებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მომხმარებლისთვის, ვისაც უნდა რომ ხარისხიანი ვლოგები გადაიღოს და როგორც მოგახსენეთ, ვიდეოს გადაღების დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის ხმა, 70% შემიძლია მას მოვენიჭო კიდევ ერთხელ გამოვიარებ და კადრის ხარისხი 30%. ანუ სტანდარტული smartphone-ებიდანაც თავისუფლად შეგვიძლია ჩავწეროთ ხარისხიანი ვიდეო აი ამ მიკროფონის მეშვეობით. ეხლა სულ არცივა, ცოტას ყინავს. როგორია ჩემი ხმა, ახლა გავტესტოთ გარეთ. რა თქმა უნდა, მანქანის ხმები ყველანაირი ხმაური ნებისმიერ შემთხვევაში ისმის ჩემს უკან და ამ შემთხვევაში მიმართული ხმა უნდა ჩაიწეროს ჩემი და აქცენტი უნდა გააკეთოს ჩემს ხმაზე. ნუ ამას რამდენად კარგად აკეთებს, შეგიძლიათ თავად შეაფასოთ და აუცილებლად დაწეროთ კომენტარის სახით, რამდენად მოგეწონათ აღნიშნული მოდელი.
ნელ-ნელა მოვიდა დრო რომ დაგეშტობოთ, ვფიქრობ რომ საკმაოდ კარგი ტესტი იყო. ნუ აუცილებლად კადრში ნახავდით თქვენ ესე ვთქვათ, გარეთ ჩაწერილ ვიდეოს და რამდენად კარგად ისმოდა ახლა, აქედან გამომდინარე, სულ ეს იყო დღევანდელ ვიდეოში, რაც მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა. აღნიშნულ მიკროფონს 10-დან 7 ქულას დაუწერდი ჩემი შეფასებით, ხო თქვენ რას ფიქრობთ, აუცილებლად დააფიქსირეთ კომენტარის სახით. მე კი დაგემშვიდობებით და როგორც ყოველთვის წარმატებებს გისურვებთ. დროებით.